მეგობრებო, წეღან ლაივი ჩავწერე და ძალიან საინტერესო ლაივი იყო. მე თვითონ გაოგნებული ვარ, ისეთი რაღაცები გავშიფრეთ და ისეთი რაღაცები გავმართეთ, ისეთი რაღაცები ვილაპარაკეთ, რომ წარმოიდგინეთ, რომ დედამიწა გადარჩა. და ჩვენ ახლა ამას ავღნიშნავთ, ახლა ისე გიყვებით რა, ავითომაც არაფერი არ მოხდა, იმიტომ რომ ძალიან ემოციაში ვარ. როდესაც ძალიან ემოციაში ვარ, უემოციო ხდები ხოლმე. აი ახლა მე უნდა ვიდგე და ვყიროდე და ვტუნავდე და თავდაყირა გადავდიოდე და და რაღაცა ეგეთები უნდა მემართებოდეს, მაგრამ ისე შოკში ვარ, ისეთი რაღაცები გავმართეთ, ისეთი რაღაცები გამართა ლაზარემ, ისე მაგრად დაასო ყველაფერს თავისი წერტილი და თავისი ადგილი, აი ახლა ჩვენ სად ვართ ნახეთ. აქაც ასობგერები და სხვა შორის აი ამ გამოყოლებაზე არც ერთი ლოკალი არ ეკუთვნის ქართველს, ის ეკუთვნის ყველა თურქს, აი ამ თლიან გამოყოლებაზე, მარჯანიშვილზე ვართ. ერთადერთი ვიპოვეთ აი აქ ქართველი, რომელიც სხვა შორის ამ დიამანტმა მიმიზიდა და აი ნახეთ მე აქ დაგხვდა ქართული ასობგერები და მოკლედ მარინოს მილოცა, მომილოცე რა. Aber es მილოცა თუ იცი. Für die Erkenntnisse des Tages. ქართულად თქვი. არ ვიცი როგორ ვაკრატია. დღევანდელ აღმოჩენებს და დღევანდელ აღმოჩენებს მილოცავს ჩემი მეუღლე და თქვენც მომილოცეთ რა, მე შოკში ვარ, მე მართლა შოკში ვარ, ეხლა წეღან ჩემს მეუღლესაც აუხსენი რა ვილაპარაკეთ ლაივში და რა შოკში ვარ, იცით მეგობრებო, რომ ჩვენ აქამდე, ჩვენ დღემდე არ ვიცოდით, რომ გვაცხოვრებდნენ ტყუილებში, მოპარული ქონდათ ჩვენი ყველანაირი მნიშვნელობა და ლაზარეს ენამ, რომ პირდაპირ თავისი ენით უთხრა მსოფლიოს, რომ 13 გასულია. გესმის? 13 არის გასული. ციდან გასულია. ცაზე მეტია. და ჩვენ გავმართეთ ქართული ენა, მეგობრებო, ჩვენ გავმართეთ კალენდარი, რომელსაც აქამდე დღემდე ვერ იგებდნენ ვითომ თვარისა და მზის ციკლს და აჰა, ქართულმა ლაზარემ პირდაპირ უთხრა რა ვერ გაიგე შვილო, აგერ 13-ია. მე-13 არის იესო ქრისტე. ყავს თავისი 12 მოციქული, მაგრამ მე-13 თვითონ არის გველმჭერი, თვითონ არის რომელიც გველს უჭეჭყავს თავს. თქვენ იცით რომ 13 ზოდიაქოს ნიშანი არსებობდა და მე-13 იყო გველმჭერი, რომელიც ამოიღეს. თქვენ იცით რომ თამარ მეფეს და დავით სოსლანს გამოსახული აქვს მონეტა, რომელზეც წერია ჯან ღან ხარო, ხან ჯან ხარო. რომელზეც ღანი აზის თავზე და ჩვენ გავიგეთ სიტყვა ნაღდის მნიშვნელობა საიდან მოდის. ან თუ ჩვენ მივდივართ სიტყვა ღანამდე, რომელიც არის თაღი ამ სოფლის დედამიწის თუ ცის თუ რისიც გინდა იმის ზღვარი, თაღი, რომელიც არის ღანი და წავიკითხავთ ჩვენ შეტრიალებით, რამე თუ ბორბალმა დაიწყო ტრიალი და მივალთ ნაღ დონამდე, ჩვენ კი აღარ გვიქნება ნაღბი, არამედ ჩვენ გვექნება ნაღდი, ანუ ნაღდონი, მეგობრებო. ნაღბანი ჩვენ აღარ გვინდა, ნაღბები და შენიღბები, ჩვენ გვჭირდება ეხლა ნაღდი სიტყვები და ასე რომ გავიგოთ რა არის ნაღდი სიტყვები, გილოცავთ მართლა მეგობრებო. ჩვენ გავმართეთ ის ღერძი, რომელიც გადახრილი იყო, ჩვენ ქართულმა ლაზარემ გამართა ქართული ენით ის ღერძი, რომელიც გადახარეს ჯოჯოებმა, რომელმაც ვერ გაიგეს ვერაფერი საერთოდ ქართული ანბანის, ხან ესე გადმოატრიალეს და ხან ისე დაამახინჯეს და ხან ისე გადმოამახინჯეს, ისევ გაიმართა ლაზარე, მეგობრებო, ისევ გავმართეთ სიტყვა. კვლავ და კვლავ მივდივართ სიტყვასთან, აგერ 8 ადამიანი მიყურებს და 8-სთან და 8-თან მივდივართ, ვარდი ისევ გაიფურჩქნა. ვარდს გაიფურჩქნა კოკორი, მაისის თვია, გილოცავთ ვარდი დაგვასაჩუქრა ღმერთმა. ბოლოს და ბოლოს სიტყვა გამოვიდა. დედამიწას განადგურება აღარ უწერია, მაგრამ უწერია ყველა იმ არასწორობას განადგურება, რაც აქამდე ტყუილი იყო, ტყუილზე აგებული.
ტყუილ ადგილზე აგებული, არასწორ ადგილზე ყველაფერი დაიმსხვრევა, ყველაფერი დაინგრევა, დარჩება მხოლოდ ერთი, რომელიც არის ვარდი. და ეს ვარდი არის საქართველო, მეგობრებო. გილოცავთ, იმიტომ რომ საქართველოში ქართულ ენაზე ლაზარის ენით ლაზარი აღდგა, გაიმართა კალენდარიც, სიტყვაც და წყობაც. ასე რომ გემშვიდობებით, მე ისევ და ისევ შოკში ვარ. მე არ მაქვს იმის უნარი ახლა რომ ავდგე და მართლა ვიფრინო, ანუ თავდაყირა დავდგე, მაგრამ დარწმუნებული იყავით რომ ძალიან მალე ჩვენ ვიფრენთ ქართველები და ვინც ლაზარის ენით საუბრობთ, ისინი ჩვენ დავიწყებთ უცხო ენებზე საუბარს და სოფლიო მოგვისმენს. ამინ, ამენით იესო ქრისტე, მეგობრებო, გილოცავთ, იესო ქრისტე დაგვიბრუნდა, გველმჭერი დაგვიბრუნდა, მე-13 იესო ქრისტე დაბრუნდა და გველს გაუჭეჭყა თავი. მართლა თავი კი არ გაუჭეჭყა, მეგობრებო, დაიჭირა გველი. უბრალოდ დაიჭირა და რასაც უნდა იმას უსავს ახლა. კარგად.